თითოლობას მსხვერპლი მოხვა ხალხი დახმარებას და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ევაკუაციას ითხოვს. კრიტიკული ვითარება გურიაში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის კაცი სახლის გადახურვის გადათოვლას ემსხვერპლა. სოფელ შრომაში კი ახალგაზრდა კაცი დაშავდა, იქ სასწრაფო ვერ მიდის. ხალხი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში არ აქვთ ელექტროენერგია. კავშირზე გამოსულები კი ამბობენ, რომ არასრულწლოვნებთან ერთად საკვები ეწურებათ. დახმარება კი ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით საგანგებო შტაბია შექმნილი. ამიტომ დიდთოლობით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მოქალაქეები გაერთიანდნენ. მოხალისეები თვითორგანიზებულად ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად დაეხმარებიან ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს გურიაში. პრობლემები აჭარაში, ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტის სახურავი ჩაინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ბათუმში თოვლის საფარი 9 მეტრზე მეტია. აუცილებელი გახდა დაგვეორგანიზებინა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც მიიღებდა სამაშველო საქმიანობებში მონაწილეობას. თბილისიდან ახლა დაზრუნლნი არიან ოფროუდის, მოტორბაიკერების და ასე შემდეგ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ სამუშაოებში. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი მადლობა გამახმაურებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მიჩვეული თოლში სიარულს, თავი შეიკავონ. ყველაზე სახიფათო რაც არის ამ წამს არის ის, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაქვს სახურავები და სასწრაფოდ არის გადათათოვლი, იმიტომ რომ ანუ თუ გაიყინა ეს თოვლი აუცილებლად ჩამოგვენგრევა. ეს არის ცენტრალური გზა, ტრანსპორტი არ დადის, ტექნიკა არ შემოსულა, ანუ რაც თოვა დაიწყო, შუქი არ გვაქვს, ნუ წყალი ჩვენ ისედაც ჩვენით გამოყვანილი წყლები გვაქვს და ცხადი არ გვაქვს, თოვს ვადნობთ და ასე ვაკეთებთ საჭმელებს. გუშინ რამდენიმე ირგვლივ სულ ასაკიანი მეზობლები მყავს უმეტესად და მათთან მისასვლელი გზა გავყვალეთ ჩვენ.